მოგესალმებით, ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასებო, მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი, ნაყოფიერი და წარმატებული დღე. მინდა ყველა იყოთ ბედნიერები, ლამაზები, წარმატებულები, რადგან სამყაროში რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება წარმატებული, ბედნიერი, ლამაზი, სამყაროც უფრო პოზიტიური იქნება ჩვენს მიმართ. ჩემო კარგებო, ახლა მე მინდა თქვენთან ერთად ტაროს ვკითხო და შევეხო მდგომარეობას, სადაც ვიმყოფებით გაურკვევლობაში, გამოუვალ მდგომარეობაში, სადაც გვაქვს თითქოს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, მაგრამ ვერ მოქმედებთ, არ ვიცით რა გავაკეთოთ, როგორ ვიმოქმედოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ტაროლოგები ამ ენერგიას ვეძახით მე-12 ენერგიას. ეს არის ენერგია ჩამოკიდებული კაცი. ეს არის ენერგია სუსტი, უძლური. ეს არის მდგომარეობა, სადაც ხარ გაჩერებული, გაგნული და არ იცი რა გზას მიმართო, როგორ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. მაგრამ იცით რა არის, ამაში მთავარი ის არის, რომ ეს გაჩერება იძულებითი კი არა, არის საჭირო, რადგან დაფიქრდეთ უფრო უკეთესად, გაუშვათ კონტროლი, სხვა კუთხით შეხედოთ სამყაროს, მიენდოთ სამყაროს, რათა ყველაფერი უკეთესად მოგვარდეს. ასე რომ ჩემო კარგებო, თუ თქვენც ახლა ჩემსავით იმყოფებით მდგომარეობაში, სადაც ვერ იგებთ რა გააკეთოთ და როგორ იმოქმედოთ, მე მინდა თქვენთან ერთად ვკითხო ახლა ტაროს, რა გვჭირდება იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. ჩემი გასდა მომზადებულია და დავიწყოთ, ვკითხოთ თქვენთან ერთად. და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, დასტის ბოლოში გვაქვს მე-9 ენერგია, ასევე მე-9 ენერგია, ეს არის ენერგია, სადაც ხარ საკუთარ თავთან ჩაკეტილი, ეძიები საკუთარ თავს, გაქვს საკუთარ თავთან კითხვები, რა უნდა გააკეთო და როგორ უნდა მოიქცე და ეძებთ ნათელ გზას. ასე სამყაროში არაფერი არ არის შემთხვევითი. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. თავარია ჩვენ ეს პრობლემები მივიღოთ და მივენდოთ სამყაროს. ასე ვკითხოთ, რა გჭირდება ახლა, რომ წინ წავიდეთ. რა გჭირდება ახლა, რომ წინ წავიდეთ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ეს არის მოусმინოთ საკუთარ ხმას, საკუთარ ინტუიციას, თუ რას კარნახობს ჩვენი გული, ამ მდგომარეობაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ. და ამ მდგომარეობაში ჩვენ გამოვიყენოთ ყველა ჩვენი რესურსი, ყველა ჩვენი გამოცდილება, რაც გაგვაჩნია და რაც გავიარეთ აქამდე. აქ არის ეს შეიძლება იყოს არ შევეჯახოთ ჩვენ პრობლემებს პირდაპირ. შეიძლება აუცილებელი
იყოს, რომ რაღაცებზე მოგვიწიოს თვალის დახუჭვა და გრძნობების დაფარვა. რა გჭირდება ახლა რომ წინ წავიდეთ? გჭირდება არ ვიყვერთ პირდაპირები, დავუფიქრდეთ ჩვენს გრძნობებს, შეიძლება დაგვჭირდეს ჩვენი ემოციების დაფარვა, მოვუსმინოთ საკუთარ ინტუიციას, საკუთარ ხმას, ვიყვეთ ძლიერები და გამოვიყენოთ ყველა ის ჩვენ გამოცდილება, რაც ჩვენ მიგვიღია ცხოვრებაში. ასე რომ, ჩემო კარგებო, თქვენთან ერთად მოვუსმენ საკუთარ ინტუიციას, მივენდობი საკუთარ გამოცდილებას და მედია რომ ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ყველას ვისურვებ სიკეთეს, სიყვარულს და ბედნიერებას მომავალ შეხვედრამდე.